დიდებული ციხესიმაგრე, გამძლეობისა და შეუპოვრობის სიმბოლო. სამცხე ჯავახეთის შუაგულში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდის წვერზე, თმოგვის ციხეა აღმართული. უძველესი ნაგებობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხრეთის საზღვრის დაცვისთვის სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა. ახლა ვარ ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. სწორედ მერვე საუკუნიდან თმოგვის ციხესიმაგრე იყო, რომელიც აკონტროლებდა აზიიდან მტკვრის ხეობით შემომავალ გზას საქართველოში, ხო? ფარად მოიხსენებოდა თმოგვის ციხე. მთელი ჯავახეთის და აქ ახლომახლო სოფლის მოსახლეობა თავსაფარებდა თმოგვის ციხეზე. აკონტროლებდა მთელ ხეობას. მე-10 საუკუნეში უკვე ჩნდება ქალაქი, საბაზრო ქალაქი, რომელიც საქარავნო გზიდან ხიდით გადმოდიოდა ხალხი, ვაჭრობდა და მერე გზას აგრძელებდა. სხვათა შორის ძალიან მდიდარი ქალაქი ყოფილა თმოგვის ციხე. მტერს არასდროს არ აუღია ეს ციხე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო, იმდენად ძლიერი ციხე იყო. განსაკუთრებულია მასალაც, რომლითაც ეს თამბეჭდავი ციხესიმაგრეა აგებული. შედარებით უკეთ კი დასავლეთ ნაწილია შემონახული. აქ ერთი კაცი შეიძლება 1000 კაცს გამკლავებოდა, იმიტომ რომ ძალიან რთული გადასასვლელია და ისედაც მიუდგომელი კლდეზე ვერ ავიდოდა მტერი. და იმათ მომარაგებული ჰქონდათ ყველაფერი მტრის საწინააღმდეგოდ. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია უძველესი ტაძრების ნანგრევებიც. 11 ეკლესია ეს მარტო აქ ციხის ციტადელზე არ იყო. ციხე ქალაქის ტერიტორიაზეც იყო და ერთადერთი არის კიდე წმინდა ეფრასიმეს ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია თავის ფორმაში. შემორჩენილია წმინდა მარინეს ეკლესია მე-14 საუკუნეში აშენებული, სადაც ფრესკები არის. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და აღნიშნავ, რომ ჩვენი წინაპრები თითქოს ბუნებას იყენებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალურად და ასეთ საინტერესო ბეღელს შევხვდით, სწორედ ეს იყო სიმინდის ხორბლის შესანახი ბეღელი. და აქვე ძალიან ახლოს არის უკვე წყლის შესანახი რეზერვუარი. ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ ალყის შემთხვევაში ან დიდხან გაგრძელებული იყო, რომ ის ხორბალი გამოეყენებინათ, დაებქვათ და ეჭემათ და მეორე წყალი იგივე, რომ აქედან ესაზრდოთ ეს წინასწარ ჰქონდათ მომარაგებული. დაახლოებით 25 ტონიანი მაიც არის, ერთის და მეორეც. გვირაბი ჩადის 190 მეტრას სიმაღლიდან კლდის თავიდან ჩავდივართ მდინარის პირზე და იქიდან ამოქონდათ თიხის ჭურჭელით და იმარაგებდნენ. ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ ზემოთ მოგში გადავინაცვლეთ, სადაც ჯავახეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდებია შემონახული. ეს ადგილი ერთ დროს მჭიდროდ იყო დასახლებული, თუმცა დღეს მესხური ოდების მხოლოდ მცირე ნაკვალევიღაა შემორჩენილი. დაახლოებით 200 წლის შენობა სახლი. ეს იყო ძირითადად აი სადაც ჩვენ დგავართ საქონლისადგომი. და ოდების ძირითადად მშენებლობა მიწაში იღებდნენ და მიწაში შენდებოდა და ზემოდან იხურებოდა მიწის ყრილი იყო დაახლოებით 60-80 სანტიმეტრის სისქის. ზაფხულობით იყო გრილი და ზამთარში თბილი იყო ეს შენობა ნაგებობა. ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სამნავიანი ბაზილიკა, ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთ ძეგლს ზედათ მოგშიც ნახავთ. ამ ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს ტაძარი მე-12 საუკუნეშია აშენებული. მანამდე ყოფილა მე-6-7 საუკუნეში ძველი ტაძარი ეკლესია, რომელიც წვიმის დროს წყალდიდობა მოსულა და უკანა მხარე დაუნგრევია. და მერე შემდეგში არის იმ ერთ კედლის საფუძველზე კიდე დაშენებული ახალი ტაძარი. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აქ მოსული ადამიანების ყურადღებას იპყრობს, ეს თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლებით ნასაზრდოები წუნდის ტბა. არსებობს ლეგენდა, რომ თამარ მეფეთ მას ამ ტბის ანარეკლში ისწორებდა და ამიტომაც მას თამარ მეფის სარკესაც უწოდებენ. სამცხე ჯავახეთი ეს უნიკალური ძეგლებით გამორჩეული ადგილია, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია ცოცხლდება.